სიგნიფიკაცია ვნახოთ. ადამიანთან ვისთანაც შეიძლება გაკავშირებდეთ თანაცხოვრება, ვისთანაც ან გინდათ თანაცხოვრება, ვისთანაც არის მანძილი, აქ არის მოლოდინი, ამ ადამიანთან დაკავშირებით, ამ დროს არის გაჩერება და ეს ყველაფერი იწვევს კრიზისს. ამავდროულად გახსენდებათ რა კარგი იყო მასთან ცხოვრება, იყო გაბუტვები, იყო შეხვედრები, თავისთავად ყველაფერი, მაგრამ ეხა ელოდებით, რომ ეს ადამიანი მოვიდეს და ისევ ესე წავიდეს ეს ყველაფერი, როგორც თქვენს წარმოსახვაში არის. თუ იცანით სიტუაცია საკუთარი, ნახოთ, რას გიგზავნით სამყარო თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში გეტყვით, რომ გიგზავნით სამყარო ახალ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში და თქვენ დადგებით აქ არჩევანზე. და აქ გეუბნებიან, რომ როგორი რაღაცა, იცი, თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ ეს ახალი ადამიანი, რომ შემოვა თქვენს ცხოვრებაში და იფიქროთ, რომ ის არის, რა ქვია, გაბრაზდეთ აი შაბლონურად ცოტა რა. იფიქროთ, რომ ის, რა ქვია, ეს ადამიანიც, რა ვიცი, რა გადაწყვეტისაც რაღაცისთვის არის მოსული და რა ვიცი, ბავშვურია, არც ის არის არაფრის გადამწყვეტი. აი ესეთი ფიქრები გექნებათ. კიდე რას გიგზავნით სამყარო, რატომღაც ესე მოდის. და სხვათა შორის ეს ადამიანი ეს რა არის? ეს ადამიანი სხვათა შორის, ჩემო ძვირფასებო, შეიძლება იყოს ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ქარცეცხლი აქვს გამოვლილი. ეს არის ახალი ადამიანის დახასიათება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თქვენზე ფიქრობს, სულ ფიქრობს თქვენზე. და ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას, რომ იცოდეთ, ცხოვრება ენდომება, სიყვარული ენდომება. ეს აი ახალგაზრდულად გამოიყურება ეს ადამიანი, მაგრამ ამავდროულად არის, აი, იმიტომ რომ ნახე როგორი აქ პენტაკლების მეფეშია, მაგრამ ახალგაზრდულად გამოიყურება ეს ადამიანი, საკმაოდ შემდგარი პიროვნება და უბრალოდ ეს ადამიანი ამ ადამიანს ყავხართ გულში, რომ იცოდეთ თქვენ. უბრალოდ ჯერ რაღაცას გიყურებთ, ფიქრობს, გაკვირდებათ თქვენ, გაიგე? გაკვირდებათ, რომ ძალიან შრომის მოყარი ადამიანი ხართ, თქვენი ცხოვრება გაქვთ, თქვენი გეგმები გაქვთ, სულ ფიქრობთ ხართ, აი როგორ თქვა, შეიძლება მედიტაციებს აკეთებთ, არ არის აქ გამორიცხული. და ანუ ჯერ ფიქრობთ, ანუ სიმშვიდეში ხართ, თქვენი ცხოვრებით ხართ სიმშვიდეში, მოდი ასე ვთქვათ რა. და მუშაობთ ძალიან ბევრს თქვენ საყვარელ საქმეს აკეთებთ. კი ბატონო. აი ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან ბევრ რაღაცებს ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ ეს არის ჩემი ბედი მომავალში, ვისთან ერთადაც მინდა წავიდე ჩემს ცხოვრებაში. ეს თავის აქ ამ ადამიანს აქვს სუფთა სიყვარული. შეიძლება რომ ან საჩუქარი გაგიკეთოთ, ან რაღაცა გედა გაგიკეთოთ, მაგრამ როგორი რაღაცა, იცი, არ აჩენს თავის სიყვარულს. აქ შეიძლება კომუნიკაციაზე გამოვიდეს ეგ ადამიანი. ეს სხვათა შორის იქნება მაღალი ძალებისგან მონათესავი სული, რომელიც გამოგიყვანთ თქვენ აი ფიქრებიდან
რა ფიქრების არეალში ხართ ახლა შებოჭილი ფიქრები არ დაგავიწყდეთ და აი ეს ფიქრები გაბრაზებთ კიდევაც და ასე ვთქვათ რომ ვერ გამოდიხართ რა ფიქრების ცნობიერის ჩაბეჭდილი პროგრამის გამო ვერ აღწევთ თავს იმ სიტუაციას რაშიც ხართ და სხვათა შორის ეს ადამიანი ის არის რა ქვია დაგიცავთ ყველაფრისგან და გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან კი აი მე რა ვქნა ვიღაცა მithოვდება ამ ადამიანთან გელოდება შვილიც კი შვილი და აგერ მოვიდა აი თუ გქონდათ თქვენ ურთიერთობა სადაც მომავალთან დაკავშირებით კონფლიქტური ურთიერთობა რა ეხლა გაიწი გამატარი კი არა მაგრამ რაღაცა არც ერთი არ თმობდით თქვენს პოზიციებს და ეს კრიზისში გაგდებდათ ეს შეიძლება უკავშირდება თქვენს მომავალს ეს ადამიანი გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან ოღონდ ეს გამოგიყვანთ ისე კი ჰაერიდან კი არ მოვა ამას გიგზავნიან მაღალი ძალები კი ბატონო მარტოობიდან გამოდიხართ და საერთოდ აზია რა ხართ თქვენ ახალი ეტაპი იწყება ამ კაცთან ეს რა ქვია თქვენ წარსული მამაკაციდან გამოდიხართ საბოლოოდ ეს ადამიანი გამოგიყვანთ იმ მიჯაჭულობიდან, სადაც იყავით. Როგორი რაღაცა იცი, აქ მიჯაჭულობა დამთავრებულია. უბრალოდ ხო არის, რომ მიწიერ დონეზე რჩება, აი სულ ყოველთვის ვამბობ მაგას, რომ ადამიანებს აქვთ ჩაბეჭდილი რაღაცა სიტუაცია, რომელიც პროგრამულად მუშაობს, შეიძლება ის აღარ მუშაობდეს, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, გადასაყენებელი პროგრამა, რომელსაც ადამიანი ვერ შლის, უნდა შემოვიდეს რაღაცა ახალი პროგრამა, ეს წაიშალოს და შემდეგ ახალი ჩაყენდეს. აი ამ ფუნქციას ასრულებს ეს ადამიანი უკვე მაღლიდან თქვენს ცხოვრებაში. რასაც მე თქვენ გისურვებთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ულევ სიყვარულს შენს ცხოვრებაში.